გორში მომხდარი ფაქტი არის უმძიმესი სისხლისამართლის დანაშაული ჩადენილი ჯგუფურად პოლიციელების მხრიდან საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, ხოლო ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება და აუცილებელია უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ არის ჯგუფური დანაშაული ჩადენილი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, ხოლო გამოძიების დაწყება მხოლოდ არ კმარა. საუბარია და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სისტემური ჯაჭვი, დანაშაულთა სისტემური ჯაჭვი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ აქციაზე ძალადობის არაერთი ფაქტი განხორციელდა, რომლებზეც დაიწყეს გამოძიება, მაგრამ შემაჯამებელი შედეგი არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ დამდგარა. ბაღალისიასთვის შეიძლება მოვიყვანო ქაცარავას ფაქტი, ელისაშვილის ფაქტი, ძალადობის ფაქტი, ტv პირველი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ასევე გმირთა მოედის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, სადაც ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად ავტომობილის ნომრები ცნობილია და სავარაუდო დამნაშავეები ცნობილია, მაგრამ შემაჯამებელი ფაქტი, ანუ პასუხისმგებლობის საკითხი, სისხლისამართლებელი დევნის საკითხი არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უმოკლეს დროში დაადგეს შედეგი, შემაჯამებელი შედეგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარედგინოს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე ყველა ბრალდებულს, პოლიციელს ბრალი და პასუხი აგონ კანონის წინაშე თავიანთი ქმედებების შესაბამისად.